ერაყმა 9 თვიანი პოლიტიკური კრიზისი დაძლია. პარლამენტმა დღეს კოალიციური კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. წამყვან პოსტებზე ერაყის მთავარი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, შიიტების, სუნიტების და ქურთების წარმომადგენლები დაინიშნენ. ერაყში სულ 42 სამინისტრო ამოქმედება. ახალი კაბინეტი პირველ რიგში ქვეყნის ნავთობის რესურსების აღდგენას დაიწყებს. ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის ნუ ალ-მალიქის მიერ შემოთავაზებული მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ერაყის 9 თვიანი პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია. ნაომარ ქვეყანაში ეთნიკური დაპირისპირების გამო მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება თვეების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ხელისუფლებაში ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები შევიდნენ. შიიტები, სუნიტები და ქურთები მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ. ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იად ალავი სუნიტური პარტიის წარმომადგენელია. ჩვენი პარტია ერაყია მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენ მთავრობაში აქტიურ როლს ვითამაშებთ. ნური ალ-მალიქს მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტებისას წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია. წამყვან თანამდებობებზე პრეტენზიას სუნიტები და შიიტებიც აცხადებდნენ. ერაყის ახალ მთავრობას ქვეყნის აღდგენაზე ზრუნვა მოუწევს. ამბიციური გეგმები ერაყის ენერგეტიკის სფეროს ეხება. მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ნავთობ რესურსების რეაბილიტაციას გულისხმობს. ყოფილი მთავრობა არაფერს აკეთებდა. ჯერჯერობით არ ვიცით თუ რას მოიმოქმედებს ახალი კაბინეტი, მაგრამ ის ვიცით, რომ სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 42 სამინისტრო ფუნქციონირებს. მიღებული შეთანხმებით პრემიერ-მინისტრად შიიტი ნური ალ-მალიქი, პრეზიდენტად ქურთი ჯალალ თალაბანი, ხოლო პარლამენტის სპიკერად სუნიტი ოსამა ალ-ნუაიაფი დაინიშნა. 10 წლიანი ომისა და სანქციების შემდეგ ერაყი მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობს. პარლამენტის სესიას პირდაპირ ეთერში მოსახლეობაც ადევნებდა თვალს. მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ. კაბინეტის დაკომპლექტება კარგი ცვლილებების მანიშნებელია. ჩვენ გვსურს, რომ პოლიტიკოსებმა წარმატებას მიაღწიონ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მთავრობაში კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა და წამყვან თანამდებობებზე ძველი კადრები დარჩნენ. ერაყის ძირითადი პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ 11 ნოემბერს შეთანხმდნენ. მთავრობის დამტკიცება მიმდინარე წლის 7 მარტიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ 9 თვეში გახდა შესაძლებელი.